კლავაც დავუბრუნდებით ჩემს ბავშვობაში და მოგიმზადებთ უგემრიელეს პიურეს და ასევე უგემრიელეს თევზ პომიდორის სოუსში. და სანამ კერძის ამზადეს დავიწყებთ, გეტყვით, რომ ყველა პროდუქტი მოვიმარაგე ორ ნაბიჯში ბიუჯეტურ ფასად. ბოსტნეულობა გავასუფთავოთ და დავჭერთ პატარა კუბიკებად. დროებით გადავდოთ. ეხლა კიდე გვჭირდება თევზი. ამ ეტაპზე ვიყენებ ორაგულს, თუმცა შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სახეობის თევზი, რომელიც თქვენს ოჯახის წევრებს უყვარს. თევზს მოვაყაროთ მარილი და ასევე შავი პილპილი. გადავურიოთ ყველაფერი კარგად და დროებით გადავდოთ. გასუფთავებული კარტოფილი დავდგათ მოსახარშად. პარალელურად აფა გავაცხელოთ, მოვათავსოთ ზესუმზირი ზეთი. შევწვათ ორაგული ჯერ ერთ მხარეს, შემდგომში კი მეორე მხარეს. შემწვარი ორაგული დროებით გადავდოთ. ეხლა კიდე გვჭირდება ქვაბი. ქვაბი კარგად გავაცხელოთ. მოვათავსოთ ზესუმზირი ზეთი. გაცხელებულ ზეთში დავამატოთ ბოსტნეულობა. გადავურიოთ და მოვთუშოთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. მოვთუშულ ბოსტნეულობაში დავამატოთ ნოსტიმოს ტომატპასტა და ასევე პომიდორის კონსერვი, რომელიც მისცემს პიკანტურ გემოს ჩვენს უგემრიელეს კერძს. ყველაფერი კარგად გადავურიოთ, დავუმატოთ წყალი, ყლავაც გადავურიოთ და დავაფაროთ თავსახური. ვადუღოთ 15 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. ადუღებულ პომიდორის სოუსში მოვათავსოთ თევზი. შემდგომში მოვაყაროთ მარილი და ყველაფერი კარგად გულიანად გადავურიოთ. საბოლოოდ მოვაყაროთ ოხრახუში და ასევე ქინძი. უი და არ გამომრჩეს, აუცილებლად დავუმატოთ ნიორი და ასევე დაღერღილი წიწაკა. ყლავაც გადავურიოთ და მივუყაროთ ადუღებამდეს. ზაკერძი გადმოვდგათ. ამასობაში კარტოფილიც მოიხარშა. კარტოფილი გადმოვიტანოთ საწურზე. მოხარშული კარტოფილი გავჭყლეტოთ საჭყლეტის დახმარებით. დავუმატოთ პიურეში გემოვნებით კარაქი, ასევე მარილი და შავი პილპილი და სურვილისამე შეგიძლიათ დავუმატოთ ნაღებიც, რათა პიკანტური გემო მისცეს. ყველაფერი კარგად გულიანად გადავურიოთ. სურვილისამე პიურე შეგიძლიათ გაცრათ, რათა ერთგვაროვანი სტრუქტურის მიიღოთ პიურე. როგორც თქვენს გულს გაუხარდება, ისეთნაირად დავასერვიროთ და შემდგომში მივერთვათ. აუცილებლად სცადეთ, არ ენანებთ, ნამდვილად გემრიელია.